ღირს თუ არა შურისძიება იმ ადამიანებზე, ვინც ცუდად მოგვექცნენ. მეგობრები, ნაცნობები, ზოგჯერ ნათესავები, უარეს შემთხვევაში საყვარელი ადამიანი. აი, როდესაც ვიღაცამ დაგამცირა, შეურაცხყოფა მოგაყენა, გული გატკინა და ასე შემდეგ, გაგჭორა, ხო, ცილი დაგწამა, რაღაც დაგაბრალა. ბუნებრივია, ძალიან ბუნებრივი მომენტია, გიჩნდება სამაგიეროს მიგების სურვილი, მაგრამ ღირს თუ არა, რა თქმა უნდა, არ ღირს. პირველ რიგში, იმიტომ რომ არ უნდა დაეშვა იმ ადამიანის დონემდე. ჩემი აზრით, ამ დროს ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის ის, რომ უბრალოდ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოსცილდე ამ პიროვნებას დატოვო იქ, სადაც არის და გააგრძელო შენი გზა, რადგან არც ახსნა-განმარტებას იმსახურებენ ესეთი ადამიანები და მით უმეტეს მათზე დრო და ენერგია და ეს შენი რესურსი აღარ უნდა დახარჯო, ისინი ამას არ იმსახურებენ. და შემდეგი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტია, როდესაც კარგავ გულწრფელ კეთილსინდისიერ ერთგულ და სანდო ადამიანს მიმაჩნია, რომ ამით საკუთარ თავს იმდენად სჯი, რომ სამაგიეროს მიღება არავისგან აღარ გჭირდება. შენ უკვე დასჯილი ხარ, შენ თავს განაჩენი უკვე გამოუტანე. დარჩი იმ ერთადერთი ადამიანის გარეშე, რომელიც ყოველთვის შეიძლებოდა ყოფილიყო შენ გვერდით, რომელსაც ეყვარებოდი უანგაროდ გაგიფრთხილდებოდა და რომლის ნდობაც შეგეძლო ყოველგვარი ეჭვების გარეშე, მაგრამ როდესაც ასეთ ადამიანს კარგავ, ამაზე დიდი სასჯელი პირადად ჩემთვის მეტი არაფერი აღარ არსებობს, ამიტომ თუ თქვენ ასეთი ადამიანი იყავით, ვინც მუდამ გვერდში ედგა, სხვას ამხნევებდა, არაფერს მოითხოვდა სანაცვლოდ, მისი არ შურდა, თანყვებოდა ხო ყველანაირად და მაინც ამ პიროვნებამ იმდენ იქნა, რომ თქვენ გული გატკინათ და დაგკარგათ, შურისძიება საჭირო აღარ არის, ის უკვე ისედაც დასჯილია, ის დარჩა იმ ერთადერთი ადამიანის გარეშე, რომელიც მის გვერდით იყო მის წყდიათშიც და ნათელ დღეებშიც და ასეთი ადამიანები სანთლით საძებნელი არიან დღევანდელ მსოფლიოში, ამიტომ გავუფრთხილდით ასეთ ადამიანებს, მათ ვინც გვერდით გიდგანან, უმიზეზოდ, უბრალოდ სიამოვნებთ თქვენ რომ კარგად გრძნობთ თავს. აი ესეთი ადამიანები არიან ძალიან ცოტანი ამ დედამიწაზე.